წავიყვან. კი ბატონო. გიტოვებთ მანქანას. კი ბატონო. აბა დროებით. დროებით. აქ უკვე ყველაფერი დასრულებულია. სამონტაჟო სამუშაოები შესრულებულია. ამოვიდა ბორბალი, იგივე ზომის და იგივე წონის დაახლოებით ჩადგა ბალონი, თხევადი გაზის, ავზი, ეგრეთ წოდებული. всё, ბოლო ეტაპებია პრინციპში, აღარც არაფერი, ყველაფერი შეერთებულია, ყველაფერი დასმულია, რჩება კრიშკის დაფარება და შემდეგ უკვე ეკონომიურად სიარული. ну, პრინციპში რაღაცა ნაწილმა ისიც არის, ის გონიათ, რომ უფრო მეტად მძიმეა, გონიათ, რომ უფრო მეტად ფეთქებადია, მაგრამ ეს რეალურად ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ აქ ატმოსფერო არ იქნება არაფერი, გარდა 9 ატმოსფეროს, 9-დან 10 ატმოსფეროა მაქსიმალურად. ანუ ჩვეულებრივი საწვავის ბენზინის ტიპის აუზი დგება იგივე წონის, რაც არის საბურავი, ბორბალი ეგრეთ წოდებული. საბარგული ზომა ბორბალი როცა გიდეთ ხომ არ ეკარგება, იგივე ზომის არის და იგივე წონის კიდევ ერთხელ გეუბნებით რა, არაფერი სხვაობა მასში არ არის. მხოლოდ თხევადი გაზი ეწდება ძრალწინ, იწოდება ხდება თხევადი გაზის სახით. აი როგორც ეხლა ჩათვალეთ, რომ ბენზინის ბაკი რო გქონდეს, აი ამ ადგილას დამონტაჟებული ზუსტად ერთ-ერთი ანალოგია არის, ვერ განსხვავებთ ვერაფრით რა. გავედით ფინალში, ბოლო არის უკვე ეს 5 ეფარება ზევიდან, სადაც არის ფილტრები მოთავსებული. ანუ არის ინჟექტორული სისტემა, ცალ-ცალკე შეფრქვევა ხდება მანქანაზე, როგორც ბენზინის ანალოგიური წვის სისტემა დგება კომპიუტერული მართვით. დანარჩენი სწორების დროს გამოჩნდება რა როგორ აიწყო. სალონში დგება ღილაკი, რომელზეც არის მაჩვენებელი გაზია თუ ბენზინზე მანქანა. არის პლუს დიაგნოსტიკის შტეკერზე ემატება ОБД, რომელიც ჩეკის პრობლემას აღმოფრავს, შერევა ჰაერის დასაწვავის მაქედან ჩანს. გავედით ფინალში. მიშას ჯერ არ უნახავს ეს ყველაფერი, მაგრამ სურპრიზად დახვდება ესეთი აწყობილი მანქანა. აბა ხვედი. რატო ესე მალე? რავი მიშა, მე განსაკუთრებული ვარ, მოდი ეს უთხრათ მაყურებს. სულ ყველას ესე სტრაფად უყეთ. არა, ყველას ესე სტრაფად და ხარისხიანად, რა თქმა უნდა. სტაბილურად. ის თქმა მინდა რომ მითხრეს საღამოს 6-დან 7-მდეო და აი 4-ია 5-ია დაწყებული. შენი მანქანა პირველი მოვიდა, რახან 9 საათზე დავიწყდი მიშა. საერთოდ მონტაჟები იწყება 10 საათზე. კი ბატონო. 10:11-9-ზე. შენი მანქანა 9 საათზე მივიღეთ, ამიტომ მორჩა მალე. ანუ თქვენთან რამდენიმე წკეთდება, ხო? მოდი მაგასაც. კი. ეხლა დაგვჭა მიშა აუზის ავსება, გადმოვიცემ ესე გასაღები შენ. ამჯერა ჯერ ერთ სულიმად მოდის. ეხლა წამოიყვანე გასამართ სადგურზე, ავაოსოთ ავზი და შემდგომ გოგიდა აგერ ჩვენი ხელოსანი. ხო. ნასტროიგში კი ასე თქვათ, დაარეგულირებს და გამართავს მანქანას. მიშა, შენ დაგიმზადა ფასდაგლების ბარათი, რომელსაც LP გაზი, აი. ჩასხმის დროს მიაწოდებ ჩამსხმელს, ჩვენი ჩამსხმელი ნოდარი და ფასდაგლების ბარათი პირველი გადაცემა. კი ბატონო. აი ხელზე ყოფილი ყავს, რა ვიცი, ახოთ. და მოდი უთხრათ მაყურებელს რამდენს ვასხავთ, რამდენი აქ მითხრეს 65-იანია, კი, 65-იანში საერთოდ არის პირველი ცოტა მეტი ჩადის ხოლმე საერთოდ. თქვათ
სტანდარტულად ჩადის 53 ლიტრა, მაგრამ შეიძლება ჩავიდეს 57 ლიტრა პირველი ჩასხმა. მაგრამ მეორე ჩასხმაზე, მესამესაც ჩასხმაზე სტაბილურად ჯდება 1 ტონეზე რა. არის მომენტები, როცა წნევა მაღალია კალონკაზე და იუსება აუზი. საშიში არაფერი არ არის და ჩვეულებრივი მოვლენაა ეხა. მიშა, ჩავიდა 60 ლარი და 71 თეთრი, 55 ლიტრი და 19 გრამი. მოგიდას ეხა მოვა, დაუძახებ ეხავე და წახვალთ უკვე დარეგულირებას. ანუ მე შემიძლია ხა ჩემი თვითონ ვაკონტროლო ხო გაზზე გადავთო ბენზინს. კი, შენ თვითონ აკონტროლებ ყველაფერს. დამიხსნის ყველაფერს. გოგიდა გზაში აგიხსნის ყველაფერს. დიდი მადლობა. კარგად იღავი მიშა. და აბა, წავედი. კარგად იღავი. ავილი და შემოგვივი თავზე. კარგად იღავი. აბა, გოგიდა მოგესალმები. ესე იგი გაზის მასტერი. თქვენზე კარგად მე მითხრეს რომ აქ არავინ არ იცის გაზის ჯერ დამონტაჟება. მერე კიდე ნასტროიკა ასე ვთქვათ, რეგულირება. დარეგულირება ესე. დიახ. მოდი გითხარი აბა, დავშვებით, დავძარი, გაზი შევავსეთ დიახ. და გავდივართ. გავდივართ ტესტირებაზე, ჯერ ბენზინი. ჯერ ბენზინით. აი ეს პატარა ისა გვინთებს, გემია, ხო, ნატურა. მაჩვენებელი, რომელიც არის მაჩვენებელი, რომ ვართ ჯერ ბენზინს. დიახ. ჯერ უყურებთ ბენზინის მონაცემებს აქედან. ეს არის ბენზინის შესაბამისი OBD ტესტერი ქვია, რომელსაც ხედავს ძრავის ტემპერატურას, მანქანის სმესებს, ყველაფერი რაც აქვს დეტალი მანქანაზე, ამით ხედავთ. მივდივართ ბენზინით, ვაკვირდებით ყველაფერს, მანქანის დეტალს, როგორ რა მუშაობს, მიწოდება საწვავის, ტემპერატურა ძრავის, კატალიზატორის დაჩიკების მუშაობა, ვოზდუხამერი. ამის მიხედვით მე უკვე გადავდივართ გაზზე და ვიწყებთ გაზის ნასტროიკას. ვამთხრებთ ბენზინის მონაცემებს გაზის. ეხლა გავდივართ სწორ გზაზე. დიახ, მარჯვნივ. თან გვინდა რაღაცები ან გაზ მოუმატო ან ჯერ არა, ჯერ არა. ან უნდა მიაქციო ყურადღება პირველ რიგში როგორც მანქანაზე ცვლის ზეთი, ფილტრი, ჰაერის, იგივე შემთხვევაში გაზზეც ეგრე ხდება ფილტრის ცვლა. თუ ყოველ 8000-ზე 8000 რო გავივლი, უნდა გამოვიდო ფილტრი. თქვენთან მოვალ ისევ. ხო, არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენთან მოხვალ სადმო სერვისში მიხვალ, გამოცვლით ფილტრს. ამით ინახავ თქვენ გაზის ინჟექტორებსაც საწვავს აწვის ძრავში. ესეც მოდი უთხრათ მაყურებელს, იქოქება ბენზინზე. კი, ყველა დაკოქა. კი ბატონო, კი. გარკვეულ ტემპერატურაზე 30 გრადუსზე როავა წყალი, 40 გრადუსზე თავისით გადავა გაზზე. თავისით გადავა გაზზე. კი ბატონო. თუ წყალი არ არის მანქანაში აკლია, მაგ შემთხვევაში გაზზე მანქანა არ გადავა, იმიტომ რომ წყლის ტემპერატურის მიხედვით გადადის გაზზე. თუ რამე შეატყობ, წვა არ მოგეწონა მანქანის რაღაც უხარისხო მუშაობა რაღაც, უნდა მობძანდეთ. ეგრევე მოვდივარ სერვისში მობძანდები და მოვაწესრიგებთ ყველაფერს. მაგრამ რადგან თქვენი მანქანა თავიდან შევამოწმეს, სანამ გაზ დავაყენებდი და გამართული იყო ყველაფერი, არაფერი პრობლემა არ შეექმნება, მაგიტომ. ძალიან კარგია, მიხარია, როდესაც ამას ვიგებ. პრობლემები აქვს ხალხს, იმიტომ რომ გაუმართა მანქანაზე რო აყენებენ გაზს, მერე უკვე გასწორება იმის ძნელია და მოყვანა ჭკუა. ამათ ავაჭერ და კი ბატონო, გადავიდა ბენზინი. ისევ დავეწმებინ და გადავხტავ. კი ბატონო. როცა საწვავი ილევა, ანუ ავში, გადავიდა ბენზინზე. და რა უნდა ვქნა? ამ შემთხვევაში ხმამურ არ შეგაწუხოს, ისედაც ბენზინით მოძრაობთ, მიაწვევი ღილას. და ბენზინზე გადავდეთ. ბენზინი სულ გვისხია. დიახ, ბენზინი სულ ასხია. იმასაც ჩაასხავთ საწვავს და თქვენით გადაიყვანთ. ისევ გადაიყვან გაზზე. ჩემით აღარ უკვე რომ დავქოქავ ბენზინი იქნება. არა, ამ შემთხვევაში შენით როცა გადაყავს საწვავი რო ილევა, შენით უნდა გადაიყვანო ისევ გაზზე. მაგ შემთხვევაში ეხები მაგ ღილაკს. დანარჩენ შემთხვევაში თვითონ აკეთებს ყველა. დიდი მადლობა გოგიტა, მე მიხარია რომ გაგიცანით, მიხარია რომ ესეთი რაღაცა თქვენთან ხდება და ეს გავაკეთეთ. მაყურებელსაც უთხარით რომ ეს ყველაფერი უსაფრთხოა. კი ბატონო, ყველაფერი უსაფრთხოა. მე დავაკვირდები და ერთ კვირაში მაინც გამოგივლით და ამ ყველაფერს უკვე ჩვენი მაყურებელი იხილავს დეტალურად. მე ნამდვილად არ დაუმალავ აი ამ თქვენთან კვირდებით. ხარცსაც დავითვლი შეძლების დაგვარად და ვეთქვი უკვე რამდენად კომფორტულია ესეთი ავტომობილის მგზავრობა, რომელიც აყენია
თხევადი გაზი, რომელიც აღენია ავზი. და დროებით მაშინ დაგემშვიდობებით და მე წავალ დაქტოვებით ისა თქვენ სამსახურში და მე წავალ უკვე ჩემს საქმეებს. დიდი მადლობა. არა, სწორედ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გავიდა დაახლოებით 1 კვირა და დავდივარ ფაქტიურად სულ გაზზე. იმიტომ რომ როგორც აგიხსენით, მანქანა ითვლება მხოლოდ ბენზინზე და შემდეგ ეგრევე გადადის გაზზე. 3 წერტილი ჩაქრა. თითქმის აი 5-6 დღის განმავლობაში მე ბენზინ გასამართ ადგილზე შესვლა არ მომიწია. აი ეს რაც დავდენეთ თავიდან გაზი, ეგ არის და შეუცვლელად მე-6 დღეა და მოვდივარ რომ ვაჩვენოთ და შევამოწმოთ როგორ მუშაობს და რამდენად გამართულია ჩვენი ავტომობილი. მაშინ დავარეგულირეთ რა თქმა უნდა კარგად ყველაფერი, მაგრამ ახლა უფრო ზუსტად ყველაფერს კიდე ამიხსნიან და მაჩვენებენ. რა ვიცი, ჯერჯერობით მე მართლა კმაყოფილი ვარ და ყოველ შემთხვევაში თქვენს გირჩევთ და ნამდვილად დარწმუნებული უნდა ვქონდეთ რომ ამ ყველაფერს იგრძნობთ საკუთარ ჯიპებზე. დანარჩენს უკვე დრო გვაჩვენებს. მოგესალმებით ნიკა ხოფერია, დამფუძნებელი გაზ სერვის ჯგუფის დამფუძნებელი და ჩვენ მაყურებელმა ნახა რომ მე დავაყენე გაზი. კი ბატონო. ხო და პირველ რიგში მე უთხარი ჩვენ მაყურებელს რომ მე სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდიდი, მანამდე ვერ ვეტყოდი თუ რამდენად უსაფრთხოა, რამდენად კომფორტულია და რამდენად აეთყობა უკვე ჩვენს ჯიბეს. მე აღმოვაჩინე კარგი ჯგუფი გაზ სერვისის და მოვედი თქვენთან. მოდი, რა ხდება, როგორ ხდება? მზად ხართ, დაგიხვედრებიათ ყველაფერი, ზუსტად აი ესეთი ბალონია მინდა უთხრა ჩვენ მაყურებელს, რომელიც ჩემ ავტომობილში დავაყენე და როგორ ვაკეთებ ამ ყველაფერს. პროცესი დაახლოებით ნახეს. აი ხლა რას ვაკეთებ? ესე იგი, პირველი მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ ჩვენთან გადაწყვიტეთ და სწორი არჩევანი განახორციელეთ. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება თხევადი გაზის სისტემების მონტაჟში. მოდი, თავიდან დავიწყოთ, რამდენი წელია რაც არსებობს, როდის დაარსდა თქვენი კომპანია და როგორ მოხდით დღემდე? ჩვენი კომპანია დაარსდა 2007 წელში, მაგრამ 2007 წლიდან 2016 წლამდე ვაყენებდით ბუნებრივი გაზის აპარატურას. ეხლა გადაყვანს მანქანები თხევადი გაზის სისტემებზე. პირველი კომპანია, რომელმაც თხევადი გაზის სისტემები გადაიყვანა საქართველოში, ავტომობილები გადაიყვანა თხევადი გაზის სისტემებზე, ეს ვართ ჩვენ და შემოგვაქვს ყველანაირი მარაგ ნაწილები რაც შეეხება თხევად გაზს და თხევადი გაზის სისტემებს. ანუ ადრე ვიყავით თხევად გაზზე, ეხლა გადავედით ადრე ვიყავით ბუნებრივზე და გადავედით თხევად გაზზე. ნაბიჯია პროფესორის. კი, იმიტომ რომ მოიტანა შესაძლებლობა შეიქმნა, რომ საქართველოში განვითარებულიყო თხევადი გაზი. ანუ ვისაც ახლად შეგვიძლია ხო ეს გავუკეთოთ მომხმარებელს ვინც ბუნებრივ გაზზე გადავიდეთ. კი ბატონო, ვინც არის ბუნებრივზე, მათაც შეუძლიათ რომ მანქანა გადაიყვანონ თხევად გაზზე. მათ თხევად გაზს აქვს თავისი დადებითი თვისებები და იმიტომ არის კომფორტული. პირველი ის რომ ავზი არის კომპაქტური, რომელიც სათადარიგო საბურავის სათადარიგო საბურავის ადგილას შეიძლება ჩაიდგას და არის სამჯერ უფრო მსუბუქი ვიდრე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში. მაგრამ ეს დეტალი აი ზუსტად მან მივდივარ. კი ბატონო, ეს პირველი რაც არის მოთხოვნა ჩვენი კომპანიის მხრიდან ეს არის რომ უნდა იყოს უსაფრთხო. თუ უსაფრთხოება არ იქნება დაცული, მაშინ ეკონომიას არავითარი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა ეს არის უსაფრთხოება. აუცილებლად ევროპული სტანდარტების მიხედვით ყველა ესეთ საბარგულში ჩასადებულავს უნდა ჰქონდეს განიავების სისტემა, რომელსაც ესე ვთქვათ ამას ვეძახით ძაბრს, რომელიც არის შიგნით ჩაშვებული
ამ აუზის შიგნით ცენტრში დგას, ანუ გახრეტილი არის ღრმული იმაში რა ქვია ძირი იატაკი გახრეტილი არის აი ამ დიამეტრით, ეს არის 50 მმ-იანი დიამეტრი და აუცილებლად უნდა იყოს ეს დამაგრებული თვითონ აუზზე და შესაბამისად თუ კი იმ შემთხვევაში თუ კი მოხდა რაიმე გაჟონვა, გაჟონის ნებისმიერ რაღაც რაც მოხდება და არის თვითონ აუზის შიგნით გაჟონვა, ეს უნდა გავიდეს ავტომობილის გარეთ. ეს ხუფი, რომელიც ეხარება ზევით. ხუფი ეხარება ზემოდან რეზინის გერმეტული პირდაპირ და კი ბატონო და გამოჟონოს ქვევით. გაჟონოს ქვემოთ და არის აუცილებელი ეს ხუფი არ არის იმით სილამაზისთვის, ეს რეზინის შუასადებიც არ არის სილამაზისთვის, იმისთვის არის რომ იყოს გერმეტული და არც ერთ შემთხვევაში მანქანის სალონში ვერ მოხდეს გაზის შემოღწევა. ცილინდრული აუზის შემთხვევაშიც აუცილებელია რომ გამოსული იყოს ესეთი გოფრირებული მილით და შემდგომში აქაც მიდის ქვემოთ და ძარის ქვემოთ არის გასული უკვე სამაგრებით, დამაგრებული სამაგრებით და აბსოლუტურად უსაფრთხოა, ვინაიდან ეს არის გერმეტული და გაჟონის შემთხვევაში გადის რა ქვია ძარის გარეთ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ კი მანქანაზე დგას იტალიური გაზის სისტემები, არა მხოლოდ პრიუსები მუშაობენ კარგად, იმიტომ რომ პრიუსი ძალიან გავრცელებული მანქანა არის საქართველოში და უმრავლესობა დადის თხევად გაზზე, არამედ ლექსუსები, რომელიც არის ჰიბრიდულ ძრავიანი, იგივენაირად თქვენ ხედავთ, რომ მასზე არის დამონტაჟებული თხევადი გაზის სისტემა და მუშაობს გადასარევად. შეგვიძლია ვნახოთ ეგერ მანქანის მაგალითზე. ნიკას კუთვნილი ავტომობილი, Mercedes-ი, რომელზეც ზუსტად ისე დაყენდა. გასაკვირველია, აგერ თვითონ საბარგული მთლიანად თავისუფალია და აქ არის ჩაყენებული ზუსტად იგივე კი ბატონო აუზი. და ძალიან კომფორტულია. ანუ საბარგულის ზომა ისე ვიმხელა, გვჩება რამხელაც იყო, ეს საბარგულის ქვეშ მოთავსებულია. ძალიან კომპაქტურია და ძალიან კომპაქტურია და კარგია. ეს არის ეს არის ესე იგი კომპიუტერი, ანუ პროცესორი გაზის სისტემის პროცესორები, ეს არის 6 ცილინდრიანის შემთხვევაში, ეს არის 4 ცილინდრიანის შემთხვევაში, რომელიც არის გამოშვებული იტალიაში, აებეს ქარხანაში, ლანდი-რენცოში და არის გამოშვებული სპეციალურად ჩვენი კომპანიისთვის. ანუ საქართველოში, ანუ ეს არის ლოგოტიპი, ვაჩვენოთ ჩვენს. ლოგოტიპი, რომელიც არის ეფსილონი, ეს არის ანუ ჩვენი კომპანია აწარმოებს მხოლოდ რასაკვირველია მის აუზის გარდა, აუზი არის ჩვენ შემთხვევაში თურქული, დანარჩენი ყველა დეტალი, რომელიც მიდის საბარგულის იქით არის იტალიური. და ეს პროცესორები არის გამოშვებული ისე ვაღვნიშნავ მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის და ეფსილონი, რაც ნიშნავს შეკრების ნიშანს, არის დაკომპლექტებული ყველაზე უმაღლესი ხარისხის იტალიური სისტემებით. ეს იქნება რედუქტორი, გაზის შეფრქვევას, გადაყვანას ბენზინზე, ყველაფერს აბსოლუტურად ხო, ყველაფერს აბსოლუტურად აკონტროლებს პროცესორი და არის ძალიან აქტუალური, რომ თანამედროვე მანქანები, რომლებიც არის ესეთი მაღალფასიანი მანქანები, უნდა იყოს იტალიური სისტემებით, იმიტომ რომ იტალია არის ერთ-ერთი მოწინავეა ამ სფეროში. აი ეს არის ტივტივა, ხო? ეს არის ტივტივა, იგივე, ხო. რომელიც აგრეთვე ჩადის პარკში. კი ბატონო, იგივენაირად არის ერთი და იგივე ეს აუზი და ტივტივა არის ატიკერის ქარხნის გამოშვება, რომელიც არის თურქული ქარხანა. საკმაოდ მაღალი ხარისხის არის ისიც და იმიტომ ავირჩიეთ მასთან თანამშრომლობა. ეს უკვე არის ცილინდრებზე შეფრქვევის სისტემის ესე ვთქვათ ინჟექტორი, რომელიც არის რეილის, ესეც იტალიური ქარხანაა, ამის წარმომადგენლებიც ვართ ჩვენ და შესაბამისად ყველა მაგონ 3 ცილინდრი ერთ მხარეს, 3 ცილინდრი მეორე მხარეს 6 ცილინდრიანი ძრავის შემთხვევაში. ფარო არის უმაღლესი ხარისხის
მილების გამოშვები ქარხანა. ანუ ნებისმიერ იტალიური თოვლი, წყალი, მზე, ყველაფერს ნებისმიერ ამას კი ბატონო და არის დრეკადი და თუ კი ადრე ქონდა რომ უნდა გაგვეყვანა სპილენძის მილები გვეხმარა, ეხლა უკვე ხმარობთ უმაღლესი ხარისხის, რომელიც არის 67 ერის მიხედვით გამოშვებული, 67 ერი არის ევროკავშირის ქვეყნების ეს რა ქვია სტანდარტი და მის მიხედვით არის გამოშვებული, ძალიან მაღალი ხარისხის არის, აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ, ხელში რომ დაიჭერთ, იმ წუთას ვხვდებით რომ ეს არის იტალია. ეს არის იტალია და ეს არის მართლა ხო ისეთი იქნებოდა რამეს თუ შემედარებინა, მაგრამ გენდობით სიტყვაზე რომ ხარისხი უკვე რა. იტალია არის იტალია. იგი ჩვენ შეგვიძლია შედარება გავაკეთოთ, რომ იტალიური ავეჯი, იტალიური მანქანა, იტალიური ფეხსაცმელი, იტალიური ტანსაცმელი, იტალიური ქალები მათ შორის, იტალიელი ქალები მათ შორის ძალიან მომხიბვლელები არიან. ჩვენ რომ გადავიდეთ, ეს არის რედუქტორი. ეს არის ტარტარინი, რომელიც 1951 წლიდან მეორე ტარტარინია, კი ბატონო. ეს არის რედუქტორები, ქარხანა 1951 წლიდან მოქმედებს, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია სხვა იტალიურ კომპანიებთან ერთად, რომელიც უშვებს აი ამ რედუქტორებს. ბალონი გავავსეთ გაზით, წამოვიდა, მერე შევერდით რედუქტორზე, კომპიუტერი აკონტროლებს და შემოვდივართ ცილინდრებში, შევდივართ ძრავში და ჩვენი მანქანა და მოძრაობთ ძალიან ეკონომიურად. მათაშორის აი მე ვუთხრა ჩვენ და ეკოლოგიურად. რა თქმა უნდა, ეგეც. მე-6 დღეა და ნუ უკვე რომ არ შევედი ბენზინგასამართლო სადგურზე ავზის შესამზებად უკვე რაღაც ვიგრძენი და მით უმეტეს როცა ამ ხელა მანქანა მოდი უთხრათ მაყურებელს. მაყურებელმა ყავს იძრავიანი მანქანა. ან თუნდაც რა ვიცი, პრიუსებიც მოდიან, მე როგორც ვიცი უკვე და აი მაგალითად მინდა და ამეგნიშნა რომ დააყენოს. კი ბატონო. უნდა მოგმართოს ჩვენ შევმოწევთ მანქანას. კი ბატონო. თუ კი მანქანა არის მწყობრში, ან რაიმე დაზიანება აქვს, მაშინ ვეთქვით რომ სანამ დავაყენებთ მასზე გაზის მოწყობილობას. აჩუქეს ესეთი ბარათი, რომელიც ფასტაკლების. ეგ უკვე არის ფასტაკლების ბარათი სადგურებზე და ლოიალობის ბარათი. გასაგროელია, ეგ ჩასხმის თვალსაზრისით არის ერთ-ერთი მთავარი თემა ავტომობილებისთვის, რომ მასში უნდა მოხდეს, ავტომობილის ძრავში უნდა მოხდეს ხარისხიანი გაზი. სხვა შემთხვევაში ის დააზიანებს ძრავს, რომელიც გასაგროელია და დააზიანებს ძრავს, როგორც ცილინდრის გვერდებს დააზიანებს, ისე ეგრეთ წოდებულ კოლიცოებს, პორშინებს და ასე შემდეგ. თუ გადაწყვიტავთ, რომ მანქანაზე დააყენოთ იტალიური თხევადი გაზის სისტემა, შეგიძლიათ მოვმართოთ ჩვენს კომპანიას, რომელიც არის დიდუბუს მეტროს თავზე, ვახტანგ ნინუას ჩიხი 1-2 დაახლოებით აკვაპარკის მიმდებარედ. დიდი მადლობა, მოკლედ მე უკვე მოვიყვანე მანქანა, შემიმოწმეს, უკვე გამართულია. გზაზეც ვიარე ჩვენ მაყურებელმა ნახა, ანუ გზაზე დიდი სიჩქარის, პატარა სიჩქარი დამირეგულირეს, ანუ გაზის მიწოდება და ყველაფერი უკვე თქვენ ვერ იგრძნობთ განსხვავებას, თქვენი მანქანა სიმძლავრის მიხედვით გადის ბენზინზე თუ თხევად გაზზე, ამ განსხვავებას ვერ იგრძნობთ და ამისთვის დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა თქვენ კომპანიას. სასიამოვნოა, რომ ჩვენ კომპანიაში დააყენეთ გაზი. შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე იაფად, რაც შეიძლება საქართველოში ჩვენი კომპანია აყენებს და ნამდვილ იტალიურ სისტემებს. დიდი მადლობა ნიკას და თქვენც უკვე შეგიძლიათ მოგმართოთ. აბა დროებით გემშვიდობებით. კარგად ზანდებოდეთ, გემშვიდობებით.